ალბათ გსმენიათ მულტფილმის სიმფსონების შესახებ, რომელზეც რამდენიმე თაობა გაიზარდა და რომელიც სხვათა შორის დღემდე გადის ამერიკის ტელეარხებზე. როგორ და რანაირად ახსნეს სიმფსონებმა გერმანიის მიერ ბრაზილიის დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატზე. საიდან იცოდნენ წლების წინ სცენარისტებმა, რომ 11 სექტემბერს მოხდებოდა ტერაქტი და ტყუპების შენობა დაინგრეოდა და საიდან იცოდნენ 20 წლის წინ ის, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვებოდა. მოგესალმებით ყველას. ეს არქიდისიდენტის მორიგი ვიდეოა და დღეს ვისაუბრებთ სიმფსონებზე და მათ წინასწარმეტყველებებზე. თუ კი მზად ხართ, დავიწყოთ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჯერ კიდევ წლების წინ ტრამპი დაცინვის ხშირი ობიექტი იყო უცნაური გარეგნობისა და დიდი ამბიციების გამო. 12 წელიწადზე მეტი ხნის წინ კი გამოვიდა სიმფსონების ერთი ეპიზოდი, რომელშიც ბარტი მომავალში მიემგზავრება, სადაც მისი და ლიზა ამერიკის პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპის შემდეგ და მან ისიც კი განაცხადა, რომ ტრამპის გამო ქვეყნის ეკონომიკა ფაქტიურად განადგურებულია. გავიდა წლები და ტრამპი მართლაც გახდა ამერიკის პრეზიდენტი. საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი. დაახლოებით 8 წლის წინ გამოვიდა ეპიზოდი მორიგი წინასწარმეტყველებით, სადაც ჰომერი ტელევიზიაშია მიწვეული. მორბენალ სტრიქონზე კი წერია, რომ ევროპამ საბერძნეთი eBay-ზე განათავსა. გავიდა რამდენიმე წელი და საბერძნეთი კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ევროკავშირმა კი დახმარებაზე უარი განაცხადა. ბრაზილიის დამარცხება გერმანიის ნაკრებთან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. სიმფსონების ამ ეპიზოდში FIFA-ს კორუფციული საქმეებია განხილული და ამავე ეპიზოდში გერმანიამ ბრაზილიას მოუგო. რამდენიმე თვეში ყველაფერი მართლაც ასე მოხდა. გერმანიამ თასი მოიგო, FIFA კი კორუფციულ სკანდალში გაეხვა. ნეტავ როგორ შეძლეს სცენარისტებმა მორიგი წინასწარმეტყველების შედგენა. ნეიმარის ტრავმა იმავე მსოფლიო ჩემპიონატის დროს. სიმფსონების ერთ-ერთ ეპიზოდში ფეხბურთელი ელ დივო ვეღარ აგრძელებს თამაშს მიღებული ტრავმის გამო. რამდენიმე თვის შემდეგ კი ნეიმარი ზუსტად იგივე დაზიანების გამო საკაცეზე აღმოჩნდა. ალბათ მაისურის ფერების დამთხოვად საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში. ხანდახან სიმფსონების წინასწარმეტყველებები საკმაოდ უცნაურ სახეს იღებენ. ამ მულტფილმში ტრამპი არამხოლოდ პრეზიდენტი გახდა, არამედ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საუდის არაბეთთან. როგორც ხედავთ, 14 წელიწადში ყველაფერი მართლაც ახდა. ებოლას ეპიდემია. 1997 წელს გამოვიდა ეპიზოდი, რომელშიც მარჯ სიმფსონი შვილს ზღაპარს უყვება. თუ წიგნის ყდას დააკვირდებით, მასზე წერია ცნობის მოყვარე ჯორჯი და ებოლას ვირუსი. 10 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ მართლაც გავრცელდა ვირუსი ებოლა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვიდეო ზარი. ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში, მაშინ როცა ღილაკებიანი ტელეფონიც კი გარკვეულწილ ფუფუნებას წარმოადგენდა, სიმფსონების ერთ-ერთ ეპიზოდში ნათლად ჩანს ვიდეო ზარის მომენტი, რაც იმ დროისთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაწილი გახლდათ. ტერაქტი ნიუ-იორკში და ტყუპების დანგრევა. სიმფსონები ბევრს მოგზაურობენ ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მათი ნიუ-იორკში გამგზავრება იყო 1997 წელს. ამ ეპიზოდში ჟურნალის ყდაზე 9:11 სწორედ ისია დაწერილი, რომ ციფრ 11-ს ის შენობები ქმნიან, რომლებიც სულ რაღაც 4 წელიწადში ცეცხლის ალში გაეხვევიან. Apple-ის საათი. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ 1995 წელს სცენარისტებს ჰქონდათ შეხება დროის მანქანასთან. ამ ეპიზოდში smartwatch-ი, რომლის ხსენება ჯერ რა თქმა უნდა არც ერთ მედია საშუალებებში არ ხდება, უკეთია მულტფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. საინტერესოა შემთხვევით სცენარისტებს COVID-19 ხომ არ აქვთ ნაწინასწარმეტყველები, ან იქნებ რომელიმე ეპიზოდში ანტიდოტის ფორმულა იყოს გამოსახული. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ კი ეს ასეა. მე კი უბრალოდ დაგემშვიდობებით. დროებით.